რატომ არის ხილი მავნე, ანუ ფრუქტოზა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მოდის ამასთან დაკავშირებით, და ხილი გაუგნებული არიან. ხილი კი არა, ფრუქტოზაა მავნე. ხილში ნუტრიენტები შედის, რაღაც მიკროელემენტები, ვიტამინები, რაღაც არის, მაგრამ ფრუქტოზა არის მავნე, იმიტომ რომ თუ გლუკოზას ყველა უჯრედი ინელებს და როდესაც თქვა დავარღოთ შაქარ შევჭამთ და შემდეგ ცოტა ხანი ვივლით გარეთ, ის გლუკოზა ყველა 35-37 მილიარდ უჯრედში განაწილდება, უჯრედები დაიწყებენ მის დაწვას, თუ რა თქმა უნდა ბეჯგუფის ვიტამინებიდან განსაკუთრებით B1 ვიტამინის დეფიციტი არ გვაქვს. იმიტომ რომ მიტოქონდრიამ გლუკოზა დაწვას ჭირდება B1 ვიტამინი პრეკურსორად, ხო? ამ შემთხვევაში უჯრედები დაიწყებენ მონელებას და პრაქტიკულად ამ სიარულში თითქმის მთელ შაქარს დავწვავთ და გავაუნდებელყოფთ, მაგრამ ფრუქტოზას ვერც ერთი უჯრედი ვერ ინელებს. მთლიანად მიდის ღვიძლში, ღვიძლი იწყებს მის გარდაქმნას ისევ გლუკოზად, ამ გარდაქმნაში ღვიძლი ცხიმონდება, იტვირთება, მისი უჯრედებს პრობლემები უჩნდება და ეს გარდაქმნის შედეგად 2-3 საათში დაახლოებით ისევ შაქრად აქცევს ღვიძლი მას. ფრუქტოზა უნდა გარდაქმნას ღვიძლმა ისევ შაქრად. ამ გარდაქმნის პროცესში შაქართან ერთად წარმოიქმნება ამიაკი, რომელსაც pH-ში მჟავატუტიანობა აქვს 11, ანუ ტუტეა. ჩვენი სისხლი ნორმაში უნდა იყოს 7-ის ფარგლებში pH-ში. ანუ წარმოიდგინე, რომ შაქართან ერთად სისხლში გადმოდის ამიაკიც, რომელიც ჩვენ სისხლს უცვლის pH-ს. ამის გამო პლუს კიდე იტვირთება თირკმელი, იმიტომ რომ ეს ამიაკი უნდა ნაწილობრივ ორგანიზმმა რაღაცნაირად დაწიოს ეს pH და გაანეიტრალოს და პლუს კიდე მე თირკმელმა ეს გამოიტანოს გარეთ. და ამის გამო ფრუქტოზა გარდა იმისა, რომ ღვიძლს აცხიმოვნებს და ტვირთავს, პლუს თირკმელსაც ტვირთავს, პლუს თელ სისხლს ტვირთავს, ხო? თავის pH-ის ცვლილებით. ამიტომ ამ მავნეთ, რომ ხილი კი არა თორმავლე, ხილში შემავალი ფრუქტოზა, რაშიც ფრუქტოზა შედის, ყველაფერი მავნეა. ადრე ესე ვიცოდით ჩვენ, რომ აი ფრუქტოზიანი არის თქვა დიაბეტიკების დიეტური. ეხლა რო შეხვიდე სუპერმარკეტებში ბევრგან კიდე დევს იმ დიეტურ განყოფილებაში ფრუქტოზაზე, ესა ფრუქტოზაზე ის და ამ დროს ფრუქტოზა კიდე უარესი კატასტროფა. მაგაჟობია დაარღვიო და შაქარი ჭამო და მე იარო და მოინელო. ვიდრე ფრუქტოზა, რომელსაც ვერანაირად ვერ მოინელებ და იწყებს ღვიძლის გაცხიმონებას, თირკმლის დატვირთვას. ამიტომ არ არის კაი და ეხლა თუ ვიღაცას უნდა მაინც თავი მოიკლას, ახლა ჩვენ რა შუაში ვართ, ხო? იმიტომ რომ ნახე ერთ კომენტარში, აუ ხილი და საიდანი ჩვენი წინაპრები და რაღაცებს დებენ ხოლმე ესეთ კომენტარებს სასაცილოს. ჩვენ წინაპრებს არ ქონდათ ამხილა განათლება, არც სამეცნიერო შრომები არ ეწერა და არც ისა რა ქვია, წიგნები არ ქონდათ იმდენი, კვართის შუგზე იყვნენ ხოლმე და ეგ წარმოიდგინეთ, ხო? ამიტომ ეს ძალიან ისეთი უაზროა ჩვენი წინაპრები, ჩვენ წინაპრებს ხო და წინაპრები. ჩვენი წინაპრები ნატურალურ სჭამდნენ სხვა. გეთახმები და ამიტომ ცოტა თაფლსაც იტანდნენ, როცა დანარჩენს ყველაფერს კარგ შეჭამთ, ეგეც შეიძლება შაქარიც შიგადაში მოვინელოთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ტექნოლოგიურად გადამუშავებულს და ისეთ კატასტროფას ჭამთ, რომ რა ვიცი, რა გითხრათ.